ახალი კორეული ზომბი ჰორორი, რომელსაც სახელწოდება აქვს კოლონია. მოკლედ რომ მოგითხრათ, ეს არის რეჟისორი იონ სან-ჰოს ნამუშევარი, რომელმაც გადაიღო მატარებელი პუსარისკენ და ჩემთვის ნებისმიერი მისი ნამუშევარი უკვე გაყიდულია სიამოვნებით ჩაუждების აყურებლად. ქალაქ სეულში ერთ-ერთ სათავჯენში ტარდება მეცნიერების პრესკონფერენცია და ზუსტად აი ამ პრესკონფერენციაზე გასკდება ვირუსი და რა თქმა უნდა მთელ შენობას მოედება და შენობის იზოლირება მოუწევთ სახელმწიფოს. ჩვენი მთავარი გმირები და სხვათა შორის ძალიან მაგარი კორეული კასტია, ანუ ვარსკვლავები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებიც შეეცდებიან რომ თავი გადაირჩინონ. კარგი შეხედულება ის არის ამ ფილმში, რომ ზომბები როგორც ყველა ფილმებში ესე როდადიან და ხალხს ჭამენ, ეგრე არ არის. აქ არის კოლექტიური გონება. ერთმა ზომბმა თუ ისწავლა რამე, დანარჩენი ზომბები სწავლობენ და თვითონ ქორეოგრაფია ძალიან მაგარი დადგმულია ამასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ფილმმა გამახსენდა ფილმი Resident Evil, მისმა დასასრულმა, ასე რომ ვთქვა, ზუსტ პარალელს არ გავიტან, მაგრამ რაღაცათო ეგეთი ემოციები დამიტოვა. მშვენიერი საყურებელი ფილმია. IMDb-ზე მას აქვს 7.2 შეფასება. შენ კი მადლობა მეგობარო რომ მეყურე, არ დაგავიწყე ჩემი გამოწერა, დალაიქება, დაზიარება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალ შეხვედრამდე.